გასული 1 წლის განმავლობაში არაერთი კოსმოსური ასტრონომიული სიახლის შესახებ გიყვებოდით. ამ სიახლეებს შორის იყო როგორც ახალი კოსმოსური მისიები, ისე ასტრონომიული აღმოჩენები. ამ ამბებიდან უმეტესობას ძალიან საინტერესო და მეცნიერებისა და საერთოდ კაცობრიობისათვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. მთელი წლის განმავლობაში უამრავი ინფორმაცია დაგროვდა, რომელთა ჩამოთვლა და განხილვა ერთ ეპიზოდში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ გამვლილ ეპიზოდებს კოსმოსური სიახლეების თემატიკაზე. გადავწყვიტე კოსმოსური 2024-ის შემაჯამებელ სერიაში ვისაუბრო მხოლოდ გამორჩეულ კოსმოსურ მისიებზე. მაშასე, კოსმოსური 2024. გასული წლის იანვრის დასაწყისშივე ცნობილი გახდა NASA-ს მიერ შექმნილი ახალი რაკეტის ძრავის შესახებ, რომელმაც ხომალდი მარსამდე დაჩქარებულად და უსაფრთხოდ უნდა მიიყვანოს. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსში გამგზავრება გაიაფდება და კიდევ უფრო შორს წასვლას შევძლებთ. თუ არაზე ფეხის დადგმის შემდეგ, კაცობრიობის შემდეგი მიზანი მარსია, რომელიც სრულიად ახალ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მარსი მთვარესთან შედარებით ბევრად შორსაა. ამიტომ მზის სისტემის მასშტაბით მძიმე ტვირთის მოკლე დროში გადასატანად NASA-მ ინოვაციური რაკეტის ძრავა წარმატებით გამოცადა. კვლევრების თქმით, ძრავს საკმარისი ბიძგი აქვს, რათა რაკეტა მარსამდე ბევრად უფრო სწრაფად მიიყვანოს. რაკეტის ძრავამ RDRE ახალი რეკორდი დაამყარა. მიაღწია 25810 ნიუტონის ბიძგს 251 წამის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვნად აღემატება წინა შედეგს 17800 ნიუტონიან ბიძგს. საბოლოო მიზანია აშენდეს 44 კილონევტონიანი კლასის RDRE ტრადიციული თხევადი სარაკეტო ძრავების გასაუმჯობესებლად. რაც RDRE-ს ასე რევოლუციურს ხდის, არის ის, რომ ძრავა იყენებს მდგრად დეტონაციას, რომელიც ტრიალებს რგოლისებური არხის გარშემო. ტექნოლოგია წლების განმავლობაში მუშავდებოდა და 2020 წლიდან ლაბორატორიულ ტესტირებაშია. თუმცა, უშუალო ტესტირება მხოლოდ ახლა ხდება და ვხედავთ, რომ სისტემა საკმაოდ სტაბილურია. რაც მთავარია, RDRE იყენებს ნაკლებ საწვავს, ვიდრე ჩვეულებრივი სარაკეტო ძრავები და უფრო მარტივია თავისი ტექნიკითა და მექანიზმებით. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსში გამგზავრება გაიაფდება და კიდევ უფრო შორს წასვლას შევძლებთ. ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსის შესწავლა ძვირიჯდება და ახალი ძრავა მნიშვნელოვან განახლებას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. NASA-ში იმედოვნებენ, რომ ადამიანი მარსზე ფეხს 2030-იან წლებში დადგამს. ინდოეთმა შავი ხვრელებისა და სხვა საინტერესო ობიექტების შესასწავლად კოსმოსში ზონდი გაუშვა. კერძოდ, ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ ისრომ დედამიწის ორბიტაზე რენტგენული ობსერვატორია XPO-SAT-ი გაუშვა. ეს მსოფლიოს მასშტაბით 2024 წლის პირველი კოსმოსური მისია იყო. რაკეტა PSLV SAT-ის თხავანი სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1 იანვარს ადგილობრივი დროით 9 საათსა და 10 წუთზე აფრინდა. 22 წუთის შემდეგ ზონდმა ხმელეთიდან 650 კილომეტრ სიმაღლემდე მიაღწია. 469 კილოგრამი წონის ეს ხელოვნური თანამგზავრი ინდოეთის პირველი რენტგენული აპარატია. მასზე 2 სამეცნიერო ხელსაწყოა დამონტაჟებული. პოლიქსის სახელით ცნობილი პოლარიმეტრი და სპექტროსკოპი X-SPECT. ზონდის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ისეთი კოსმოსური ფენომენების გამოსაკვლევად გამოიყენებენ, როგორიცაა შავი ხვრელები, მზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები, აქტიური გალაქტიკური ბირთვები და ნეიტრონული ვარსკვლავები. მისიის დაგეგმილი ხანგრძლივობა 5 წელია. აღსანიშნავია, რომ მის ფარგლებში რაკეტის მეოთხე საფეხური ორბიტული პლატფორმის სახით გამოიყენეს, რომელშიც ტვირთია მოთავსებული. ამ უკანასკნელის რაოდენობა 10-ია და OM-3 წოდებულ მოდულშია თავმოყრილი. ისინი ISRO-ს და IN-SPACE ეკუთვნის, რომელიც კოსმოსის სექტორში კერძო აქტივობების ხელშემწყობი და მაკონტროლებელი სამთავრობო სააგენტოა. ექსპერიმენტულ ტვირთშორისაა ელემენტ ტანტალისგან დამზადებული საფარველი მასალა, ორკომპონენტიანი საწვავი, პლანეტათა შორისი მტვრის საზომი და სხვა. OM-3 შედარებით დაბლა ხმელეთიდან 350 კილომეტრ სიმაღლეზე განლაგდა. ეს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მის ხანმოკლე არსებობას შეუწყობს ხელს, რათა საბოლოოდ მან ნარჩენები არ წარმოქმნას.
ჩინეთის სახელმწიფო კოსმოსურმა ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11 საათსა და 26 წუთზე მისია განახორციელა სიჩუანის პროვინციაში არსებული ხიჩანგის კოსმოდრომიდან დედამიწის ორბიტაზე მათ ორი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვეს, რისთვისაც რაკეტა Long March 3B გამოიყენეს. ეს სატელიტები ბეიდუს სანავიგაციო სისტემისთვის გაგზავნეს, რომელიც GPS-ის ეკვივალენტურია. ისინი ორბიტაზე წარმატებით განლაგდა. რაკეტის ორი გვერდი და ამაჩქარებელი კი დედამიწაზე ჩამოცვლივდა, კერძოდ გუანსი-ჯუანის რაიონში. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პირველ ვიდეოში ვხედავთ, როგორ ვარდება რაკეტის ერთ-ერთი ამაჩქარებელი ტყეში და ფეთქდება. მოწითალო მოყავისფრო კვამლი დიაზოტის ტეტრაოქსიდზე მიანიშნებს. მოყვითალო აირი კი სავარაუდოდ ჰაერთან არასიმეტრიული დიმეთილჰიდრაზინის შერევის შედეგად გაჩნდა. ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის საწვავი და მისი კომპონენტები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. მეორე ვიდეოში Long March 3B-ს სხვა ნაწილის ჩამოვარდნაა ნაჩვენები. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ის დასახლებულ არეალში ეცემა და ფეთქდება, საცხოვრებელ სახლთან საკმაოდ ახლოს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინური რაკეტის ფრაგმენტის ხმელეთზე ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არაა. მსგავსი რამ 2019 წელსაც მოხდა, როცა ამაჩქარებელი საფეხურის სახლს დაეცა. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ჩინეთი რაკეტებს სანაპიროებიდან არ უშვებს, რაც ნარჩენების წყალში ჩაცვენას შეუწყობდა ხელს. აპარატების უკონტროლო დაშვებები კი მოსახლეობისათვის რისკის შემცველია. 2024 წლის 9 იანვარს NASA-მ მედიასთან ოფიციალურად განაცხადა, რომ მთვარის პროგრამა არტემისის ფარგლებში დაგეგმილი ეკიპაჟიანი მისიები მოსალონეზე გვიან განხორციელდება. კერძოდ, არტემის 2, რომელიც ამ ციური სხეულის გარშემო ასტრონავტთა მგზავრობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე გადაიდო. არტემის 3, რომლის განმავლობაში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვნენ, არა 2025 წლის მიწურულს, არამედ 2026 წლის სექტემბერში განხორციელდება. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. არტემისის გუნდს არტემის 2-სა და 3-ის ფარგლებში გამოწვევებსა და სადებიუტო დეტალებზე სამუშაოდ თუ საკვლევად მეტ დროს ვაძლევთ. ყველაფერმა უსაფრთხოდ უნდა ჩაიაროს. აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი, რომლის თქმითაც ცვლილებები არტემის 4-ს არ ეხება და ის ისევ 2028 წლის სექტემბერშია ჩანიშნული. 1972 წლის შემდეგ მთვარეზე ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. ამიტომ NASA ყველანაირად ცდილობს ასტრონავტთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ პერიოდში ტექნოლოგია საგრძნობლად განვითარდა. ამიტომ სამომავლო მისიები სხვადასხვა ფუნქციის მქონე ახალ სისტემებსაც ითვალისწინებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოცდის ეტაპზეა. შესაბამისად, მათ გამართულობაში 100%-ით დარწმუნებაა საჭირო, სანამ გამოვიყენებთ. მათ შორის იკვლევენ ხომალდ ორიონის სითბოსგან დამცავი მასალის გარკვეულ ხარბეზსაც, რომელიც 2022 წელს განხორციელებული წარმატებული უეკიპაჟო მისია არტემის 1-ის დროს დაფიქსირდა. ამ მატერიამ კოსმოსური აპარატი კარგად დაიცვა, მაგრამ სპეციალური საფარველის ნაწილი დაიწვა და კაფსულას ჩამოშორდა, რაც მოულოდნელი იყო. ასევე ორიონში უნდა ჩანაცვლდეს არტემის 3-ში მონაწილე ასტრონავტებისათვის აუცილებელი მოწყობილობა, რომელმაც ტესტირებისას არ გაამართლა. ეს რთული პროცესია, რადგან ხომალდის ნაწილობრივ დაშლასა და ხელახლა აწყობას გულისხმობს. გამოსაკვლევია ელექტროსისტემაც, რომელიც რაკეტიდან კაფსულის გამოცალკებებაზეა პასუხისმგებელი. საბოლოოდ NASA-ს წინ კიდევ ბევრი ტესტირების ჩატარება ელის, რათა მისიების უსაფრთხოებაში დარწმუნდეს. ამის შემდეგ ასტრონავტებს მთვარისკენ გაუშვებენ, რითაც კოსმოსური ფრენების ახალი ისტორია დაიწყება, რადგან შემდეგი გაჩერება უკვე მარსია. 8 იანვარს თბილისის დროით 11 საათსა და 18 წუთზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დასაშვები მოდული გაგზავნა. ის ორბიტაზე United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan Centaur-მა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მისია იყო. 4, 3, we have ignition. კოსმოსური აპარატი Peregrine კერძო კომპანია Astrobotics ეკუთვნის, ამიტომ ეს პირველი მსგავსი კერძო მისია. თანაც 1972 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს მთვარის ზედაპირზე ხომალდი არ დაუსვამს. შესაბამისად, მონოდინები დიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რეაქტიული სისტემის ხარბეზი საწვავის კრიტიკულ დანაკარგს იწვევს. გუნდი ამ დანაკარგის სტაბილიზებაზე მუშაობს.
მაგრამ სიტუაციის გათვალისწინებით ახლა პრიორიტეტი რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მონაცემის მოპოვება. ვკითხულობთ ასტრობოტიკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. აღსანიშნავია, რომ ამ ხარბეზზე აპარატის მიერ გადაღებული პირველი სურათიც მოწმობდა. ფოტო პერეგრინის ტვირთის პლატფორმის მიმდებარედ დამონტაჟებული კამერის მიერაა გადაღებული და თერმულ დამცავ multi-layer insulation MLI-ს გვიჩვენებს. მისი სახეცვლილი ფორმა ზემოხსენებულ ანომალიაზე მიანიშნებს და სპეციალისტთა ვარაუდის ვიზუალური მტკიცებულებაა. როგორც ცნობილია, აპარატი მზისკენ ვერ შებრუნდა, მაგრამ მისი პანელების დატანმა მაინც მოხერხდა. პერეგრინი მთვარის ზედაპირზე 23 თებერვალს უნდა დაშვებულიყო. თუმცა საბოლოო ჯამში ასტრობოტიქსმა განაცხადა, რომ პერეგრინს აღარ აქვს შანსი მთვარეზე რბილი დაშვება განახორციელოს. ამის მთავარ მიზეზად კომპანიამ საწვავის გაჟონვა დაასახელა. NASA-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნა. კერძოდ, შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მისია ოსერის რექსის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე სათავსო გახსნეს, რასაც დიდი ხანი ცდილობდნენ. საქმე ისაა, რომ მოპოვებული მასალის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებს გარედან ხელთათმანებით უწევდათ მუშაობა და მხოლოდ წინასწარ დაშვებული ხელსაწყოების გამოყენება შეეძლოთ. მათი მეშვეობით კი ტაქსამის სახელით ცნობილი მექანიზმის 35 მომჭერიდან 2 ვერ გაიხსნა. ამიტომ სხვა ინსტრუმენტების დამზადება გახდა საჭირო. ისინი მტკიცე უჟანგავი და არამაგნიტური ქირურგიული ფოლადისგან უნდა გაეკეთებინათ. ამის გამო კაფსულის გახსნის სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დროებით შეჩერდა. ამ დროის განმავლობაში დამზადდა და გამოიცადა ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც საბოლოოდ 11 იანვარს სათავსოს ხუფი მოხსნეს. ეს ასტეროიდი ჩვენი მზის სისტემის ფორმირების დროინდელია და ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მათი გამოკვლევის გზით შესაძლოა დედამიწისა და მისი მეზობელი პლანეტების ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ. ეს ნიმუშები სპეციალურ ჭურჭელში მოათავსეს, აწონეს და ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში წაიღეს. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მასალის მინიმალურ ზღვრულ ოდენობად 60 გრამი იყო გათვალისწინებული, მაგრამ მხოლოდ კაფსულის ზედა ნაწილიდან 70.3 გრამი ამოიღეს. ახლა მას უშუალოდ ტაქსამში არსებული ფრაგმენტებიც ემატება. როგორც ცნობილია, სააგენტო ამ მატერიის 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, ნომთელ 5-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას მეცნიერები შეისწავლიან. 19 იანვარს მთვარის ზედაპირზე იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი აპარატი უსაფრთხოდ დაეშვა, რითაც ამ ქვეყანამ შეერთებული შტატების, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით ადგილი დაიკავა, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს. დასაშვები მოდული სახელად სლიმი, რომელსაც მთვარის სნაიპერსაც უწოდებენ, უკვე ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზეა, მაგრამ მისი მზის პანელები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებს. სააგენტოში ამბობენ, რომ თუ ეს პრობლემა მალევე არ მოგვარდება, აპარატი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. ის დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე 2023 წლის სექტემბერში გაუშვეს. რაკეტა HII-AIM ორბიტაზე ტელესკოპი X-RISM-იც გაიტანა. მისგან განსხვავებით, SLIM-ს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად რამდენიმე თვე დასჭირდა. მთვარის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას აპარატი სათანადო ტრაექტორიაზე განლაგდა და ძრავები აამუშავა, რათა ზედაპირზე დასაჯდომად მომზადებულიყო. საბოლოოდ ის სპეციალური მანევრების დაწყებიდან 20 წუთში დაეშვა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისიასთან კონტაქტი არ გაწყვეტილა და ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. დაახლოებით 9 საათში სააგენტოსთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ SLIM-ის მზის პანელები სათანადოდ ვერ მუშაობდა. რისი მიზეზიც უცნობი დარჩა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მთვარეზე დაშვებისას დაზიანებულიყო, რადგან სხვა მოწყობილობები მწყობრშია. შესაძლოა ის მზისკენ არ იყოს მიბრუნებული, რის გამოც ენერგიას ვერ იღებდეს. მთვარის სნაიპერი წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე 100 მეტრის რადიუსში უნდა დაშვებულიყო. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. მან ეს შეძლო, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მისის პირველადი და უმთავრესი მიზანი მაღალი სიზუსტის დაშვების მიღწევა იყო.
უნდა ითქვას, რომ 2022 წელს იაპონიის მიერ დედამიწის თანამგზავრზე ხომალდის დასმის ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ მისიები, რომელთაგანაც პირველმა მარცხნ ნოემბერში იწვნია, მეორემ კი აპრილში. სამაგიეროდ სლიმის მეშვეობით იაპონიამ კოსმოსის ათვისების მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა. გასულ წელს ჩინეთში ბნელი მატერიის შემსწავლელი მიწისქვეშა ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდია და რეკორდულ სიღრმეშია განლაგებული. ბნელი მატერია ასეთი სიჭარბის გამო კოსმოსს მასას მატებს, ხილულ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციულად ურთიერთქმედებს და სინათლეს არ შთანთქავს ან გამოყოფს. აქედან გამომდინარე, მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მარტივი არაა. მიიჩნევა, რომ გალაქტიკებსა თუ სხვა სტრუქტურებს ერთიანობა სწორედ ის უნარჩუნებს. ამიტომ მასა დაკვირვება სამყაროს უკეთ გასაგებად უმნიშვნელოვანესია. კერძოდ, ეს სამეცნიერო დაწესებულება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ცინპინის მთების დაბლა დაახლოებით 2400 მეტრ სიღრმეში მდებარეობს. ის სპეციალისტებს იმ უხილავი სუბსტანციის გამოკვლევის საშუალებას მისცემს, რომელიც სამყაროს მთლიანი მატერიის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი. ჩინეთს სურს ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზე იყოს და ბნელი მატერიის საიდუმლოს ამოხსნაში წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ ზემოხსენებული დაწესებულების შემადგენელი პირველი ლაბორატორია China Jinping Underground Laboratory CJPL ჯერ კიდევ 2010 წელს გაიხსნა. 50 ჯერ დიდი CJPL 2-ის მშენებლობა კი 2020 წელს დაიწყო და ამ წლის დეკემბერში დასრულდა. სიღრმისა და სიდიდის გამო ახლა ის მსგავს ლაბორატორიებს შორის უკვე პირველ ადგილზეა. ბნელი მატერიის საკვლევად სიღრმე აუცილებელია, რადგან ხმელეთის ზედაპირიდან მისი შემადგენელი ნაწილაკების დაფიქსირების მცდელობა მეცნიერთა თქმით ხალხით სავსე ხმაურიან სტადიონზე ბავშვის სუსტი ხმის გაგონებას გავს. ჩინელმა სპეციალისტებმა გააუმჯობესეს დეტექტორი Pandax 4TEC, რომელიც 120 კილოგრამი თხევადი ქსენონის ნაცვლად ახლა უკვე 4 ტონაზე მუშაობს. იმედოვნებენ, რომ როდესაც ამ ქიმიურ ელემენტს ბნელი მატერიის ნაწილაკი შეეჯახება, სინათლე წარმოიქმნება, რომელსაც სათანადო სენსორებით დააფიქსირებენ. სხვა დეტექტორის სახელად China Dark Matter Experiment CDEX ელემენტ გერმანიუმზე მუშაობს და ბნელ ნაწილაკთა კონკრეტულ ტიპზეა კონცენტრირებული. ესაა WIMP, სუსტად ურთიერთმოქმედი მასიური ნაწილაკი, რომელიც ბნელი მატერიის შემადგენელ ერთ-ერთ ჰიპოთეზურ კანდიდატად მიიჩნევა. გამიგებთ თუ არა ახალი ლაბორატორიის წყალობით რაიმე ახალს ბნელი მატერიის შესახებ მომავალი გვიჩვენებს. NASA-ს ახალი მისია დედამიწის უხილავ სამყაროს შეისწავლის. მისია დაგვეხმარება გავიგოთ მეტი გლობალური დათბობის, ოკეანეებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემების შესახებ. 9 წლიანი ლოდინის შემდეგ NASA-მ საბოლოოდ წამოიწყო PACE-ის მისია, რომელიც უხილავ სიცოცხლის ფორმებსა და ნაწილაკებს შეისწავლის. იმას, რასაც მისია აღმოაჩენს, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. თანამგზავრის SpaceX-ის Falcon 9 რაკეტამ კოსმოსში გაიყვანა. PACE-ის შემუშავება საკმაოდ ძვირი დაჯდა და ის $1 მილიარდი ღირებულებისაა. მოსალოდნელია, რომ თანამგზავრის მისია 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. PACE აღჭურვილია 3 სენსორით, Ocean Color ინსტრუმენტის კამერა ფიტოპლანქტონების განაწილებას გაუწევს მონიტორინგს. დანარჩენი 2 კამერა ატმოსფეროში აეროზოლებზე დასაკვირვებლადაა. როგორც ფოტოსინთეზატორი, ფიტოპლანქტონები მოიცავს პაწაწინა წყალმცენარეებსა და მცენარეებს, რომლებიც დედამიწის ჟანგბადის დაახლოებით 50%-ს გამოიმუშავებენ. რაც მთავარია, ისინი ასევე შთანთქავენ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგს, რომელიც სხვადასხვაგვარად დარჩებოდა ატმოსფეროში და პლანეტას მეტად გაათბობდა. თუმცა ზოგიერთი სახეობა ტოქსიკურ ქიმიკატებს წარმოქმნის, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოკეანეებში ცოცხალ ორგანიზმებს. ამ პროცესებში უკეთ გარკვევა მნიშვნელოვანია მომავალი წყლის ეკოსისტემების მდგომარეობის შესაფასებლად. ანალოგიურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აეროზოლები. იმის მიუხედავად, რომ სათბურის გაზები, როგორიცაა ნახშირბადი, გლობალური დათბობის გამომწვევი მთავარი მიზეზია, აეროზოლების დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე. ეს მომდინარეობს ისეთი წყაროდან, როგორიცაა მტვერი. მტვერი შეიძლება დაკავშირებული იყოს
წყლის ხანძრებთან და ადამიანების აქტივობებთან. ამიტომ კლიმატის ცვლილების მხრივ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. განუცხადა NASA-ს მეცნიერმა კარენ სენტ-ჟერმენმა CNN-ს. პლანეტაზე კლიმატი იცვლება და მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ხდება ეს და რა ზომები უნდა მივიღოთ ამ პროცესების შესაკავებლად. NASA არ არის მხოლოდ კოსმოსური და აერონავტიკის სააგენტო. ჩვენ ვიკვლევთ პლანეტას და ზოგჯერ მის უხილავ სამყაროსაც. ეს ყველაფერი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად გამოგვადგება. აღნიშნეს NASA-ში. 2022 წლის სექტემბერში NASA-მა ასტეროიდ დიმორფოს კოსმოსური ხომალდი მიზან მიმართულად შეაჯახა. ეს მისია დართის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც პლანეტური თავდასხმის ტექნოლოგიის გამოცდა იყო. მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მოვლენამ დიმორფოსის ორბიტა შეცვალა. კერძოდ, თუ შეჯახებამდე მისი ორბიტული პერიოდი 11 საათი და 55 წუთი იყო, მისიის შედეგად უფრო დიდი ზომის ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო მოძრაობას ის ახლა უკვე 11 საათსა და 23 წუთს ანდომებს. მაგრამ ორბიტა ერთადერთი რამ არაა, რამაც ცვლილება განიცადა. ახალი კვლევის მიხედვით მისიამ თავად ამ ობიექტის ფორმაზეც იქონია გავლენა, თანაც მასშტაბურად. კომპიუტერული მოდელირების მეთოდი გამოიყენეს. მათ დაადგინეს, რომ დიმორფოსის სტრუქტურა მყარი არაა, ანუ ის ერთმანეთთან არამჭიროდ შეკავშირებული ფრაგმენტებისგან შედგება. ასევე იქ დიდი ლოდები არ ხვდება. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ზემოხსენებული ობიექტი დიდიმოსისგან გამოყოფილი მატერიისგან წარმოიქმნა. სპეციალისტებისათვის დიმორფოსის ასეთი მახასიათებლები მოულოდნელი არ ყოფილა. საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ შეჯახება მასზე ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც რიუგუსა და ბენუზე. ასტეროიდებზე, რომელთა ზედაპირებიდანაც კოსმოსური აპარატებით გრუნტის ნიმუშები მოვიპოვეთ. საქმე ისაა, რომ დიმორფოსის შედგენილობით მათგან განსხვავებულია, მაგრამ იქ კრატერი რიუგუსა და ბენუს მსგავსად დაბალი გრავიტაციისა და ნაკლები სიმჭიდროვის პირობებში გაჩნდა. დამატებით მან გლობალური დეფორმაციის სახელით ცნობილი პროცესი განიცადა, რამაც მისი შიდა შრეების ზედაპირზე გადანაცვლებები განაპირობა. სიმულაციებმა აჩვენა, რომ დიმორფოსის მასის 0.5% კოსმოსურ ხომალდთან შეჯახების შედეგად გარშემო სივრცეში გაიტყორცნა. 8% კი მის ზედაპირზე გადანაწილდა. სწორედ ამან შეცვალა ასტეროიდის ფორმა. მეცნიერები ასკვნიან, რომ მსგავსი პროცესი სხეულის შემადგენლობასა და მატერიის გადანაწილებაზე დიდ წილადაა დამოკიდებული. ახალი შედეგები ამ და სხვა ბინარული სისტემების დინამიკისა თუ ევოლუციის შესასწავლად მნიშვნელოვანია, როგორც მზის სისტემაში, ისე მის მიღმა. ავტორები გეგმავენ, რომ თავიანთი მონაცემები ევროპული კოსმოსური სააგენტოს მომავალ მისია ჰერას შეადარონ, რომელიც შეჯახების შემდგომი ვითარების შეფასებას ემსახურება. რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო როსკოსმოსმა განაცხადა, რომ ჩინეთთან ერთად მთვარეზე 2035 წლისთვის ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს. ეს მოწყობილობა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ენერგიით მოამარგებს მათ ბაზას, რომლის შექმნაც პირველად 2021 წელს დაანონსეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. მას International Lunar Research Station ILRS ერქმება და როგორც ეს ქვეყნები ამბობენ, სხვა სახელმწიფოებისათვის და პარტნიორებისთვისაც ღია იქნება. ამის მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი თანამშრომლობა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩინეთთანაც და რუსეთთანაც მას დაძაბული ურთიერთობა აქვს. მეტიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს, რომ 2025 წლამდე საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვოს, რაც მის მიმართ უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებული სანქციების პასუხია. როსკოსმოსმა ბირთვული რეაქტორის აშენების შესახებ გეგმები საზოგადოებას 5 მარტს გააცნო. როსკოსმოსის ხელმძღვანელი იური ბორისოვი აცხადებს, მთვარეზე რეაქტორის აშენების პროცესი ავტომატურად ადამიანის გარეშე წარიმართებაო. ასევე ის ამბობს, რომ ამ ყველაფრისთვის საჭირო ტექნოლოგია თითქმის მზადაა. რუსეთს სურს დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე ბაზის ასაშენებლად ტვირთი ბირთვულ ძრავებზე მომუშავე რაკეტით გაუშვას. აღნიშნავ, რომ ასეთი ბირთვული რეაქტორები მთვარეზე ენერგიის უფრო ეფექტიანი წყარო იქნება, ვიდრე მზის პანელები. შესაბამისად, იმავე ტექნოლოგიაზე სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ, მათ შორის დიდ ბრიტანეთში NASA-სთვის.
უნდა ითქვას, რომ არც ჩინეთსა და არც რუსეთს მთვარის ზედაპირზე ასტრონავტები არ დაუსვამს. ამავე დროს რუსეთის ბოლო მცდელობა მთვარეზე გაეშვა მისია ლუნა 25 წარუმატებლად დასრულდა. კერძოდ მათი ხომადი მთვარე შეეჯახა და ამის გამო იქ 10 მეტრიანი კრატერიც კი წარმოიქმნა. ანუ დედამიწას ხვაზიანებენ და მთვარეც დააზიანა. რუსეთისგან განსხვავებით ჩინეთს მთვარე შედარებით ათვისებული აქვს. მისი აპარატები იქ 2013 წლიდან არის, როცა მისია ჩანგი 3 გაუშვა. წარმატებული აღმოჩნდა ჩანგი 4 და ჩანგი 5-იც, რომლებიც 2019-20 წლებში განახორციელა. ეს ქვეყანა მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლამდე გეგმავს. პენტაგონის ამოუცნობი ფრინავი ობიექტების კვლევის სამსახური AARO ქმნის ისეთ სენსორებს, რომლებითაც დედამიწის ორბიტაზე ან ცაში UFO-ს დაფიქსირებასა და იდენტიფიცირებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას AARO-ს დროებითი ხელმძღვანელი ტიმ ფილიპსი ავრცელებს. UFO-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ამოუცნობი ანომალიური ფენომენების, ანუ UAP-ების სახელით მოიხსენიებენ. რადგან ის არამხოლოდ ცაში, არამედ კოსმოსსა და წყალქვეშაც ვლინდება. ამის შესახებ მეტის გასაგებად ზემოხსენებული სამსახური სამთავრობო ლაბორატორიებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით პორტატული სენსორების ნაკრებს ქმნის, რომელსაც Gremlin System ეწოდება. ის მონაცემებს სინათლის სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში აგროვებს. ფილიპსი აცხადებს, რომ Gremlin System-მა თავისი შესაძლებლობები უკვე აჩვენა. კერძოდ ის მრავალ ფენომენს აფიქსირებს, მათ შორის კოსმოსში. Gremlin System-ის სენსორები შესაძლოა საჰერო თავდასხმის თვალსაზრისით მგრძნობიარი ადგილების დასაზვერად გამოიყენონ, ან მათი მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნურ თანამგზავრებს დააკვირდნენ. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-მა მესამე სადესტო ფრენა განახორციელა. პირველი სადესტო ფრენა 2023 წლის 20 აპრილს შედგა. აპარატი ატმოსფეროში დაუბრკოლებლად აიჭრა. თუმცა, სანამ ორბიტამდე მივიდო და აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მისია მაინც წარმატებულად მიიჩნია, რადგან თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად იყო. SpaceX-ში ამბობდნენ, რომ მესამე გაშვებისას წინა გამოცდილებებს გაითვალისწინებდნენ. 14 მარტს თბილისის დროით 17 საათსა და 25 წუთზე დაახლოებით 122 მეტრიანი Starship-ი სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-დან აფრინდა. რაც უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა. გაშვებამ წარმატებით ჩაიარა და Starship-მა საბოლოოდ მიაღწია ორბიტალურ სიჩქარეს. მისიამ ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე წინა ორმა. პირველი გაშვების შემდეგ რაკეტა მალევე აფეთქდა, რაც შეეხება მეორე გაშვებას, ამ შემთხვევაში რაკეტამ ორბიტას ბოლომდე ვერ მიაღწია, მაგრამ პირველ მისიასთან შედარებით ბევრად შორს წავიდა. მესამე მისიის ფარგლებში რაკეტას ორბიტალური სიჩქარისთვის უნდა მიაღწია და ეს ასეც მოხდა. გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ Starship-მა თავისი მეორე წარმატებული განცალკევება შეასრულა. შემდეგი ეტაპი გამშვების გამოცალკევება და დედამიწაზე დაშვება იყო. თუმცა ამ პროცედურის შესრულების შემდეგ მასთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. რაც მთავარია, კოსმოსური ხომალდის ზედა ნაწილი, ანუ Starship-ი განშორების შემდეგ კოსმოსში გავიდა. მსოფლიოს უძლიერესმა რაკეტამ მიაღწია ორბიტალურ სიჩქარეს და იმოგზაურა დედამიწის გარშემო. ამ მოვლენას სულ მალე მასკის პოსტიც მოხვა, სადაც ის SpaceX-ის გუნდს წარმატებას ულოცავდა. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის მიუხედავად, რაკეტის ამაჩქარებლის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა. ის ოკეანეში უნდა დაშვებულიყო, თუმცა როგორც ჩანს, გზაში განადგურდა. როგორც უკვე კარგა ხანია ვიცით, NASA გეგმავს, რომ ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს, რაც მისია Artemis 3-ის ფარგლებში მოხდება. ეკიპაჟიანი მისიის გაგზავნა 2026 წლისთვისაა ჩანიშნული. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ ახლახან შეარჩია 3 სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომლებიც სწორედ ამ მისიის განმავლობაში განხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ლიფის სახელითაა ცნობილი და იმის შესწავლას გულისხმობს, თუ როგორ შეძლებს არსებობას მცენარეები მთვარესთვის დამახასიათებელ პირობებში. კერძოდ, მეცნიერები დააკვირდებიან, როგორ წარიმართება მათში ფოტოსინთეზი და ზრდა, ან როგორი იქნება სტრესის მიმართ საპასუხო რეაქცია, ასეთ რადიაციული და ნაკლები გრავიტაციის მქონე გარემოში. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოპოვებული მონაცემები დაგვეხმარება განსაზღვროთ, როგორაა შესაძლებელი ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე მცენარეების გაზრდა.
პოტენციურად მათ ასტრონავტები საკვების წყაროდ გამოიყენებენ. ამიტომ ამის გაგება მნიშვნელოვანია. უნდა ვთქვა, რომ ეს მთვარეზე გაგზავნილი პირველი მცენარეები არ იქნება, რადგან 2019 წელს ჩინეთმა მისია ჩანგი 4-ის ფარგლებში იქ ბამბა გაგზავნა. რაც შეეხება არტემის 3-ის დანარჩენ 2 ექსპერიმენტს. ესენია მთვარის გარშემო დასაკვირვებელი სადგური ლემსი და მთვარის დიელექტრიკული ანალიზატორი LDA. პირველი მათგანი ავტონომიურ სეისმომეტრებს აერთიანებს, რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე სეისმურ ბიძგებს 2 წლის განმავლობაში დავაკვირდებით. ასევე ის მთვარის მანტიისა და ქერქის რეგიონული სტრუქტურის მახასიათებლებს გამოავლენს, რაც მისი ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. მანამდე 2025 წელს მთვარის ორბიტაზე 4 ასტრონავტს გაუშვებენ, თუმცა ისინი ციური სხეულის ზედაპირზე ფეხს არ დადგამენ. პროგრამის პირველი უეკიპაჟო მისია 2022 წელს განხორციელდა. სოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა ბნელი კოსმოსის შესასწავლად მზადაა. SLAC-ის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორიის მეცნიერებმა და ინჟინრებმა LSST-ის კამერაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერაა, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ და ახლა ის კოსმოსის შესწავლას დაიწყებს. 3200 მეგაპიქსელიანი LSST კამერა მანქანის ზომისაა და 3 ტონას იწონის. კამერა შეეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები. შეგახსენებთ, რომ ბნელ ენერგიას სამყაროს მასის დაახლოებით 67% უკავია და სამყაროს გაფართოების დაჩქარებას იწვევს. LSST ბნელ მატერიასაც გამოიკვლევს. იდუმალ სუბსტანციას, რომელიც კოსმოსის ნივთიერებების დაახლოებით 85%-ში ადგენს. მიუხედავად ამისა, ის ჩვენთვის უხილავია. აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენთვის ხილული სამყარო, დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება. LSST კამერის მიერ შეგროვებული მონაცემები მართლაც რევოლუციური იქნება. ეს სამყაროს გაფართოებისა და ბნელი ენერგიის უკეთ შესწავლის საშუალებას მოგცემს. მეტიც, შევძლებთ დავინახოთ მილიარდობით გალაქტიკა და დაახლოებით 17 მილიარდი ვარსკვლავი უშუალოდ ჩვენს გალაქტიკაში. შემქმნელები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა მთვარეზე მტვრის ნაწილაკსაც დააფიქსირებს. კამერის მიერ გადაღებულ პირველ ფოტოებს ფართო საზოგადოება 2025 წელს იხილავს. მუშაობა კოსმოსური ტურიზმისთვის. მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი სუბორბიტული მისიის NS 25-ის ფარგლებში დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე 6 ადამიანი გაუშვა. რაკეტისა და სპეციალური კაფსულისგან შემდგარმა ხომალდმა New Shepard-მა მსგავსი ფრენა 2022 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად განახორციელა. იმავე წლის სექტემბრის უეკიპაჟო ფრენისას New Shepard-ის ანომალია დაფიქსირდა, რამაც მისი პირველი საფეხური გაანადგურა. მას შემდეგ კომპანია პრობლემას იკვლევდა და დადგინდა, რომ ეს ხარვეზი ძრავის ერთ-ერთი საფრქვევის დაზიანებამ გამოიწვია. საბოლოოდ აპარატმა ფრენა დეკემბერში განაახლა, თუმცა ადამიანების გარეშე. ახლა კი, რადგან ყველაფერი წარმატებით დასრულდა, უკვე ეკიპაჟიანი მისიაც შედგა. ეს New Shepard-ის რიგით 25 ფრენა იყო. ის დასავლეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან 19 მაისს თბილისის დროით 18:27 გაუშვეს. ეკიპაჟის წევრებს შორის იყო 90 წლის ედ დვაითი, პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთო, საიდანაც ასტრონავტებს არჩევდნენ. ასევე კაფსულაში იმყოფებოდა მეწარმე მესონ ენჯელი, ლუდის ხარშვის სფეროს მაგნატი, სილვან ქირონი, მეწარმე კინით ჰესი, ყოფილი ბუღალტერი კეროლ შელერი და პილოტი. მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ უწონადობა განეცადათ და კოსმოსის სიშავის ფონზე დედამიწის მრუდი დაენახათ. ეკიპაჟმა ეს 105 კილომეტრის სიმაღლიდან შეძლო, რის შემდეგაც უკან დაბრუნდა და ხმელეთზე პარაშუტით დაეშვა. აფრენიდან სულ რაღაც 10 წუთში. Blue Origin-ს არ დაუსახელებია, რა დაუჯდათ ამ ადამიანებს მსგავსი გამოცდილების მიღება.
მაგრამ ცნობილია, რომ კოსმოსური ტურისტები ამაში ასობით 1000 ამერიკულ დოლარს იხდიან. ივნისს პეკინის დროით 6 საათსა და 23 წუთზე ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილი კოსმოსური აპარატი ციურის ხეულის შორეულ მხარეს დაეშვა. კერძოდ, ის დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე კრატერში დაჯდა, რომელიც NASA-ს პროგრამა აპოლოს სახელს ატარებს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მთვარის შორეულ მხარეს შინური აპარატის დაშვების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი მისია ჩანგი 4 იყო, რომლის ფარგლებშიც მავალი და დასაშვები მოდული ობიექტის ზედაპირზე 2019 წელს განთავსდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. თუ ჩანგი 6 ბოლომდე გეგმის მიხედვით განხორციელდება, ის კოსმოსურ კვლევებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რადგან მისიის მიზანი ამ რეგიონში გრუნტის ნიმუშების შეგროვება და ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნაა. ეს იმითაა გამორჩეული, რომ აქამდე მთვარის შორეულ მხარეს არსებული მატერია მეცნიერებს პირდაპირ არ გამოუკლებიათ. ნიმუშების ასაღებად და შესანახად ხომალდმა საბორტო ბურღი და რობოტული მკლავი გამოიყენა. სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მინიმავალის გამოყენებით ასევე შეაგროვა მონაცემები მიმდებარე გარემოს შესახებ. ჩანგი 6-სა და დედამიწას შორის მონაცემების გაცვლა-გამოცვლას უზრუნველყოფდა მთვარის ორბიტაზე მოძრავი ჩინური თანამგზავრი ქიუ-ქაიო 2. მისია მართლა წარმატებული გამოდგა. მთვარის ეგრეთ წოდებული ბნელი მხარიდან აფრენიდან 3 კვირის შემდეგ ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა ჩანგი 6-მა დედამიწაზე შიდა მონღოლეთის რეგიონში ჩამოაგდო კაფსულა, რომელშიც მთვარის ზედაპირიდან აღებული ნიმუშებია მოთავსებული. კაფსულა დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა, როცა ეს პირდაპირ ეთერში გადაცემდა ჩინეთის ტელევიზია. ადგილზე მყოფმა ჯგუფმა კაფსულა შეამოწმა და ახლომახლოს ჩინეთის დროშაც აღმართა. 5 ივნისს თბილისის დროით 18 საათსა და 52 წუთზე Boeing Starliner-ი პირველი ეკიპაჟიანი მისიის ფარგლებში წარმატებით აფრინდა. ის დედამიწის ორბიტაზე ამერიკული კომპანიის United Launch Alliance-ის ULA-ის მიერ შექმნილი რაკეტით Atlas 5-ით კანავერალის კონცხზე არსებული შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების სადგურიდან გაუშვეს. NASA-ს 2 ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში 8 დღით გაემგზავრა, დედამიწაზე 2025 წლის თებერვლამდე ვეღარ დაბრუნდება. აღმოჩნდა, რომ ხომალდს ხარვეზები ჰქონდა, ამიტომ დედამიწისკენ ის უეკიპაჟოდ გამოფრინდა. ასტრონავტებს 2025 წლის თებერვალში დედამიწაზე SpaceX-ი დააბრუნებს. სუნ უილიამსი და ბუჩ ვილმორი ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არიან. NASA-ში განაცხადეს, რომ ასტრონავტები კოსმოსში ხანგრძლივად გაჩერებისათვის მომზადებულები არიან და ეს მათ ჯანმრთელობას პრობლემას არ შეეუფნის. ისინი მომდენო რამდენიმე თვე ISS-ზე სამეცნიერო სამუშაოებშიც ჩაერთვებიან. რაკეტა Atlas 5 ამერიკული კომპანია United Launch Alliance-ის მიერაა წარმოებული. ის ფრენებში 2002 წლიდან გამოიყენება და წარმატების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ამის მიუხედავად კოსმოსში Starliner-ის გატანით ის ეკიპაჟიან მისიაში პირველად იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ Starliner-ი SpaceX-ის ხომალდის შემდეგ რიგით მეორე აპარატი იქნება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან გაეშვება ხოლმე. ინდურმა სტარტაპმა აგნიკულ კოსმოსმა სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი ძრავით აღჭურვილი რაკეტა 30 მაისს პირველად გამოსცადა. ეს ქვეყანას კოსმოსის ასათვისებლად ბიუჯეტური და დროშიეფექტიანი ტექნოლოგიის გამოყენებისკენ უხსნის გზას, რადგან მსგავსი აპარატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების 3D პრინტერით შექმნა საკმაოდ მცირე დროშია შესაძლებელი. აგნიმად სორთითის სახელით ცნობილი რაკეტა, რომელიც ახლახან გაუშვეს, 700 კილომეტრ სიმაღლეზე 300 კილოგრამამდე წონის ტვირთის ასატანადაა შექმნილი. მისია აქამდე 4-ჯერ გადაიდო, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემები იყო. საბოლოოდ ის შრიჰარიკოტა სანაპიროზე არსებული სტატიშ დუვანის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა და 2 წუთში 8 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც ბუნგალის ყურეში დაეშვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაკეტამ კონტროლირებადი მანევრები ისე განახორციელა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასე რომ მისი ფუნქციონირებით კმაყოფილები არიან. ცდის შედეგებს მეცნიერები მომდენო წლის დასაწყისისათვის რაკეტა აგნიბანის შესაქმნელად გამოიყენებენ. ეს ყველაფერი ქვეყანას 1 წელზე მეტ ხანში 30 სახელმწიფო და კომერციული მისიის შესრულებაში დაეხმარება. ინდოეთი გეგმავს, რომ 2025 წელს 3 ასტრონავტი
დედამიწის დაბალ ორბიტაზე 3 დღით გაგზავნოს. 2040 წლისთვის კი მთვარის გარშემო, ასევე 2035 წლისთვის კოსმოსური სადგურის შექმნას ურთ, ხოლო 2050 წლისთვის მთვარეზე ბაზის აშენებას აპირებენ. სოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტის Starship-ის რიგით მეოთხე სატესტო მისია საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. დაახლოებით 120 მეტრიანი აპარატი 6 ივნისს თბილისის დროით 16 საათსა და 50 წუთზე სამხრეთ ეხაში მდებარე კოსმოდრომ Starbase-დან გაუშვეს. ამ მისიის მიზანი აპარატის უკან უსაფრთხოდ დაბრუნება და მრავალჯერადი გამოყენების პოტენციალის დემონსტრირება იყო. ყველაფერმა საკმაოდ კარგად და თითქმის უხარვეზოდ ჩაიარა. რაკეტამ ორბიტულ სიჩქარეს მიაღწია, მისი საფეხურები ერთმანეთს წარმატებით გამოეყო. რის შემდეგაც ამაჩქარებელი სუპერ ჰივი გაშვებიდან 7 წუთსა და 23 წამში მექსიკის ყურეში დაეშვა. ფრენის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ერთი ძრავა არ ამოქმედდა, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია. მას შემდეგ, რაც სუპერ ჰივი უკან დაბრუნდა, Starship-ის მეორე საფეხურმა დედამიწის გარშემო მოძრაობა განაგრძო და აფრენიდან 1 საათზე მეტროში ინდოეთის ოკეანეში დაეშვა. ეს მიღწევა SpaceX-მა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა. ატმოსფეროში შემოსვლისას რაკეტის ერთ-ერთი ფრთა წვის გამო დაზიანდა. დაიწყო მისი სიცხისგან დამცავი საფარიც. ამან კამერის ლინზის გაბზარვა გამოიწვია. ამიტომ მეორე საფეხურის დაშვების კადრები არ მოგვეპოვება. აპარატმა ზემოხსენებული დაბრკოლებების მიუხედავად ინდოეთის ოკეანემდე მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი წარმატება, რადგან აქამდე ორივე საფეხურის უსაფრთხოდ დაშვების მცდელობები არ ამართლებდა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილმა რაკეტა Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 20 ხელოვნური თანამგზავრი ნაადრევად განათავსა. ცნობილი გახდა, რომ ყველა მათგანი პლანეტისკენ დაეშვა და ატმოსფეროში დაიწვა. ამჟამად ექსპერტები მომხდარს იკვლევენ და სანამ არ დაადგენენ, რამ გამოიწვია ხარვეზი. ამ რაკეტების ფრენა შეჩერებულია. Falcon 9-ის მისია 11 ივლისს განხორციელდა. ის კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან ადგილობრივი დროით 22 საათსა და 35 წუთზე გაუშვეს. დაგეგმილზე 1 დღით ადრე. თავდაპირველად ფრენა ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა. აპარატს პირველი საფეხური წარმატებით გამოეყო და წყნარ ოკეანეში არსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. მეორე საფეხურში, რომელშიც სატელიტები იყო მოთავსებული, თხებადმა ჟანგბადმა გაჟონა და მან ძრავები ვეღარ აამუშავა. ამის მიუხედავად მას ხელოვნური თანამგზავრების გამოთავისუფლება მაინც შეეძლო, მაგრამ ეს ზედმეტად დაბალ ელიფსურ ორბიტაზე მოახერხა. მათ ხმელეთიდან 135 კილომეტრი აშორებდა, რაც დაახლოებით ნახევარჯერ ჩამოუვარდება იმ სიმაღლეს, რომელზეც ჩვეულებრივ Starlink-ი ფუნქციონირებს. დაბალ ორბიტაზე განთავსების გამო სატელიტებზე ატმოსფერულმა მიზიდულობამ მიქონია გავლენა. დედამიწის გარშემო ყოველი შემოვლისას ისინი 5 კილომეტრით დაბლა ეშვებოდა, რასთან შესაწინააღმდეგებლადაც მათი ძრავები საკმარის ბიძგს ვერ მისცემდა. სპეციალისტებმა ეს მაინც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 20 ხელოვნური თანამგზავრი 12 ივლისს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოვიდა და იქ დაიწვა. კომპანია აცხადებს, რომ ამას სხვა სატელიტებისთვისა და მოსახლეობისთვისაც საფრთხე არ შეუქმნია. არ დაფიქსირებულა ხმელეთზე ჩამოცვენილი ფრაგმენტებიც. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი დანაკარგია 2022 წლის შემდეგ, როცა გეომაგნიტური შტორმის გამო Starlink-ის 40 თანამგზავრი ატმოსფეროსკენ დაეშვა და იქ განადგურდა. სექტემბერს თბილისის დროით 13 საათსა და 24 წუთზე ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან ისტორიული კერძო მისია პოლარის დაუნი გაეშვა. აქამდე ფრენა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის უამიდობისა და ჰელიუმის გაჟონვის გამო. ამის მიუხედავად ბოლო მცდელობისთვის ხელი აღარაფერ შეუშლია და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე კაფსულის ტიპის კოსმოსური აპარატი Dragon Resilience გაიტანა. მისის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ Dragon Resilience-ში სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფება. მათი მეთაური მილიარდერი და ცნობილი მეწარმე ჯარედ აიზეკმენია, ხოლო პილოტის მოვალეობას ამერიკის შეერთებული შტატების საჰერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ პოტიტი ასრულებს. ხომალდის ბორტზე იმყოფებიან სარა გილისი და ანა მენონიც, SpaceX-ის ინჟინრები. ისინი კაფსულით 1400 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდნენ, ანუ იმაზე 3-ჯერ მაღლა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ პოლარის დაუნი ადამიანებს ამ დისტანციაზე 1970-იან წლებში განხორციელებული აპოლოს მისიების შემდეგ პირველად გაიყვანს.
და გაიყვანა კიდეც. ეკიპაჟმა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 5 დღე გაატარა და ვან ალენის რადიაციულ სარტყელში გაიარეს, სადაც მზის ქარის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების სიჭარბეა. კადრებში ვხედავთ, როგორ ადის ნენელა აიზეკმენი კაფსულის ლუქიდან. მალევე კი მზის სხივებით განათებული დედამიწა ჩნდება. კერძოდ ავსტრალია. ეს პროცესი მთლიანობაში დაახლოებით 46 წუთი გაგრძელდა. პოლარის დაუნის მისიამ წარმატებით ჩაიარა. და წლის ბოლო მასშტაბური კოსმოსური მისიის შესახებ გიამბობთ. NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან ჰაერში SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy აიჭრა. მან დედამიწის ორბიტაზე უმნიშვნელოვანესი აპარატი ევროპა კლიპერი გაიტანა, რომლის მიზანიც იუპიტერის თანამგზავრ ევროპას შესწავლა. ის ყინულოვანი ციური სხეულია, რომლის ზედაპირის ქვეშაც უზარმაზარი ოკეანეა. ასე ამბობენ ასტრონომები. ამის გამო იგი მზის სისტემაში არამიწერი სიცოცხლის ძიების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუ იქ ცოცხალი ორგანიზმები მართლაც არსებობენ, აუცილებელია ეს ობიექტი ახლოდან გამოვიკვლიოთ, რაცაც სწორედ ახალი 3 ტონა ნახევრიანი ზონდი შეეცდება. ადგილზე ის უკვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს ამუშავებს, რათა ყინულქვეშა ოკეანის მარილიანობა გაზომოს, სურათები გადაიღოს და ორგანული მოლეკულები დააფიქსიროს. ევროპა კლიპერი ევროპას 49-ჯერ ჩაუვლის და თითოეულ ჯერზე სხვადასხვა რეგიონს დააკვირდება, რათა მონაცემები თითქმის მთლიანი ციური სხეულის შესახებ მოიპოვოს, პოლუსიდან პოლუსამდე. ზონდი იუპიტერის თანამგზავრს 25 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება და მის ზედაპირს მცირე დისტანციიდან გადაიღებს. ასეთ იყო კოსმოსური 2024, საერთაშორისო თუ ცალკეული ქვეყნების თვალსაზრისით. ამ მისიებიდან ნაწილმა უკვე მოგვცა გენიალური შედეგი სამყაროს კვლევის საქმეში. ნაწილი კი გზაშია. ახლა კოსმოსურ ინდუსტრიულ რბოლაში შეერთებულ შტატებთან ერთად ჩართულია იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და ევროკავშირი. 2025 წელს კიდევ არაერთი მისიაა დაგეგმილი, უფრო გაუმჯობესებული რაკეტითა და სხვა ტექნოლოგიებით. კოდი, რა თქმა უნდა, აგრძელებს კოსმოსური ამბების ყოველთვიურ შეჯამებას. მოიწონე და დააკომენტარე ეს ვიდეო. და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი. გილოცავთ ახალ 2025 წელს და მრავალ ახალ აღმოჩენასა და წარმატებას გესურვებთ. და რაც მთავარია, წინ საქართველოს ევროპული მომავლისკენ. კოდის მხარდაჭერა ყველას, ვინც დაუღალავად იბრძვის ქუჩაში თუ სხვა გზებით საქართველოს ჭეშმარიტი მომავლისთვის ამ დიდ გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ბრძოლაში. არა რუსეთს და ყველასა და ყველაფერს, რაც რუსეთისკენ მიგვაქანებს. მომავალ შეხვედრამდე.